მოგესალმებით, ვაგრძელებთ B M N A-ის ამოცანების ამოხსნას. თქვათ BM-ში იყოს 1 2 4 და 6. დღეს ვიპოვოთ ტაუ BM-ისა, ანუ გამყოფთა რაოდენობა ამ ორნიშნა რიცხვისა, სიგმა MN-ისა, ანუ გამყოფთა ჯამი ამ ორნიშნა რიცხვისა და ეილერის ფუნქცია NH ორნიშნა რიცხვისათვის, ანუ NH-ზე ნაკლები და მასთან თანამარტივი რიცხვების რაოდენობა. დავიწყოთ ჯერ BM რიცხვის, ანუ 12-ის მარტივ მომრავლებად დაშლა. იგი რა თქმა უნდა ტოლია 2-ის კვადრატი გამრავლებული 3-ს. გავიხსენოთ ტაუ n-ის ფორმულა. ეს არის ალფა 1 პლუს 1 გამრავლებული და ასე შემდეგ გამრავლებული ალფა კას პლუს 1, სადაც n იშლება როგორც 1 ალფა 1 გამრავლებული და ასე შემდეგ PK ალფა K მარტივ მომრავლებად. ანუ ჩვენ შემთხვევაში ტაუ 12-ისა ტოლი იქნება ალფა 1, ანუ 2 პლუს 1 ხარისხის მაჩვენებელს გამრავლებული 3-ის ხარისხის მაჩვენებელი იგივე ერთიანი იგულისხმება აქა და გამრავლებული 1 პლუს 1. ეს ტოლია 3-ჯერ 2 უდრის 6. ესე იგი 12-ს აქვს სულ 6 გამყოფი. ჩამოთვალოთ მაინც აი ეს გამყოფები 12-ისა, მართლაც ესენია 1 2 3 4 6 და 12. ესე ჩავწეროთ. სულ 6 გამყოფია. ახლა განვიხილოთ რიცხვი MN. ორნიშნა რიცხვი ეს არის 24. მის მარტივ მომრავლებად დაშლისას ჩვენ გვექნება 2 კუბში გამრავლებული 3-ს. გავიხსენოთ გამყოფთა ჯამის ფორმულა. სიგმა n უდრის P1 ალფა 1 პლუს 1 მინუს 1 შეფარდებული P1 მინუს 1-თან გამრავლებული P2 ალფა 2 პლუს 1 მინუს 1 შეფარდებული P2
მინუს 1-თან გამრავლებული და ასე შემდეგ გამრავლებული PK ხარისხად ალფა K-ს პლუს 1 მინუს 1 შეფარდებული PK-ს მინუს 1-თან. ესე იგი 24-ის გამყოფთა ჯამი ტოლი იქნება 2-ის მეოთხე ხარისხს მინუს 1 შეფარდებული 2-ს მინუს 1-თან გამრავლებული 3-ის მეორე ხარისხი, ანუ პირველ ხარისხს ემატება 1 მინუს 1 შეფარდებული 3-ს მინუს 1-თან. ეს ტოლია 16 მინუს 1 15 გაყოფილი 1-ზე 8 გაყოფილი 2-ზე იქნება 4, ანუ ეს მთლიანად გამოგვივიდა 60. შევამოწმოთ გამყოფები 24-ისა ესენი არის 1 2 3 4 6 8 12 და 24. თუ შევკრებთ, მივიღებთ რომ ვთქვათ 1-დან ეს არის 10, 16, 24, 24 და 36, ზუსტად გამოდის 60. განვიხილოთ ახლა რიცხვი n-ში. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 46. მისი მარტი მომრავლებად დაშლისას გვექნება 2 გამრავლებული 23-ს. 46-ზე ნაკლები და მასთან თანამარტივი რიცხვები გამოითვლება ეილერის ფორმულით, რომელსაც აქვს შემდეგი სახე n გამრავლებული 1 მინუს 1 შეფარდებული p1-თან გამრავლებული 1 მინუს 1 შეფარდებული p2-თან გამრავლებული და ასე შემდეგ გამრავლებული 1 მინუს 1 შეფარდებული p-კასთან. ჩვენ შემთხვევაში φ 46-ისა ტოლი იქნება 46 გამრავლებული 1 მინუს 1 მეორედი გამრავლებული 1 მინუს 1 23. ეს კი ტოლია 46 გამრავლებული 1 მეორედზე და გამრავლებული 22 23-ზე. შევკვეცოთ 2 22-თან 11 იქნება 46 23-თან და მივიღეთ 22. დავალებად გექნებათ b m n a-ში, ესე იგი საშინაო დავალებად. შემდეგი 2 3 4 5 ეს პირველი დავალება, მეორე დავალება იყოს 3 4 5 6. კარგად, ბრძანდებოდეთ, გისურვებთ წარმატებებს.